დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით საქართველოში ვირუსული ინფექციები დაავადებულთა რიცხვი თებერვალში გაიზარდა. იმატა თუ არა პაციენტთა მიმართვიანობამ რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებშიც და რას ურჩევენ მედიკოსები პაციენტებს ნახეთ თამთა-ცირამუას სიუჟეტში. სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციით ქალაქში ვირუსული ინფექციების რიცხვი გაიზარდა და პაციენტთა მიმართვიანობამ წინა თვეებთან შედარებით იმატა. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ და ექიმთან დროული კონსულტაციისაკენ მოუწოდებენ. მაღალი ტემპერატურა ცხელება 38 გრადუსზე მეტი, 3 დღე და მეტი, ხველა, შეიძლება იყოს კუნთების სახსრების ყელის ტკივილი, გართულების შემთხვევაში თან ახლავს ქოშინი, ციანოზი, შესაძლებელია ხველა მოვარდისფრო ნახველით და ასეთ შემთხვევაში პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. მედიკოსების თქმით, პაციენტებს შორის მწვავე ვირუსული სიმპტომებით მცირეწლოვანი ბავშვები ჭარბობენ. ექიმები დაავადების თავიდან ასაცილებლად მოქალაქეებს ჰიგიენის ნორმების დაცვასა და ხელების ხშირად დაბანას ურჩევენ. ერთ-ერთი დაცვის საშუალება ის არის პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელებით გადადის ძირითადად და ჰაერწვეთოვანი ინფექციით, ამიტომ ხშირად ოთახების განმეავება, სველი წესით დამუშავება. როგორც შევამჩნიე, გამონადენი ქონდა ცხრიდან, მომმართე ამ კლინიკას, მიმიღეს ძალიან კარგად მომიმსახურდნენ და ახლა ისევ შემოწმებაში ვარ, რომ თადარიგი დავიჭიროთ, არ გართულდეს და მივიღებ წამლებს. გრიპის ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა და მისი განსაკუთრებული პროვოცირება ზამთრის თვეებში ხდება. მედიკოსები ვირუსის თავიდან ასაცილებლად ყველაზე საიმედო პროცედურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ასახელებენ.